მოგესალმებით ძვირფას საზოგადოება. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ადამიანის შემადგენელის შესახებ. არსებობს ორგვარი ვერსია. ერთი რომელიცაც ცხადდება, რომ ადამიანი არის სამშემადგენელიანი, ანუ სული, სამშვენივრელი და სხეულისაგან შემდგარი. მეორეს მიხედვით ადამიანი ორშემადგენელიანია, სულისა და სხეულისა. ესეთი განმარტება ეძლევა. ანუ ერთია ტრიხოტომია, მეორე დიხოტომია. ეხლა ჩვენთვის რას აქვს აქ მნიშვნელობა? რატო ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას? საქმე იმაში გახლავთ, რომ ჯერ დავიწყებთ იმით, რომ თავად წმინდა წერილი პავლემოციკულის ბაგით ამბობს ამის შესახებ, რომ სული თქვენი, სამშვენივრელი და გვამი უბიძოთ მოსვლას და მას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა დაემარხენითო. ანუ ცალსახაა სამივე შემადგენელი, სულით, სამშვენივრელი და სხეულიც და აი ამის განმარტება კიდევ სხვადასხვა არაერთგვაროვანი ხდება თავად პატრისტიკაშიც. ჩვენ დავეყნებოდით წმინდა ბასილი დიდის განმარტებას, რომელიც ადამიანის შემადგენელს ესე განმარტავს, რომ ესე იგი თიხისაგან იძერწება ადამიანი, სამშვენივრელი იქმნება და სული შთაიბერება. ანუ შებერა, როცა ამბობს მათ შესაქმეში წმინდა წერილი, სწორედ ეს სული წმინდა იგულისხმება და იგივე ხედავთ ჩვენ უკვე ახალ აღთქმაშიც, როცა მაცხოვარი შებერავს და დღეს მიიღეთ სული წმინდა მოციქულებს, ხო? აი ეს სული წმინდის მიღების, მადლის მიღების მომენტი გახლავთ სწორედ ის სული მარადიული, რომლითაც ადამიანი, როგორც შემდეგ უკვე წმინდა ირინეოს ლეონელი ამბობს, სრულყოფილი შემადგენელი ხდება. ეხლა რა მოხდა ადამის დაცემის შემდეგ? ის სულიერი მარადიული სრულყოფილი მდგომარეობა, რომლითაც ადამიანი შეიქმნა, ანუ სამივე შემადგენელით, ხო? ანუ რეალურად როცა ვსაუბრობ ჩვენ თიხისაგან შექმნასა და სამშვენივრელის შექმნაზე, აქ რა თქმა უნდა იგულისხმება, რომ ადამიანი არის ღვთის ქმნილება და სამშვენივრელიც ორიგენიზმისგან განსხვავებით მართლმადიდებლობა ამბობს, რომ არის შექმნილი, ქმნილება ღვთისა, ხო? აქედან გამომდინარე, ადამიანის დაცემის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ ის სული, მარადიული, სული წმინდისეული, რომელიც ადამიანის სულ ფასოვნად და სრულყოფილად იქნა შექმნილი, აი ეს მთავარი კომპონენტი ძველ აღთქმაში, ასე ვთქვათ, ძველ ადამიანში იკარგება, ხო? დაცემის შედეგად და ადამიანი რჩება თუ იყო ხატად და მსგავსად შექმნილი და მსგავსებაში სწორედ რომ სული, მარადიული სული და მადლი იგულისხმება, ანუ სული წმინდის მადლი, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ეს სამშემადგენელიანი ვითარება იკარგება, ანუ მსგავსება იკარგება და ადამიანი რჩება ხატებად, მხოლოდ ღვთისა. ნუ ხატებაზე როცა ვსაუბრობ, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ხატებად ღვთისად მიიჩნევა აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც არის ხორცში, იმიტომ რომ სული წმინდის მადლისეული დამატება უკვე მოხდება ახალ ადამიანში, ანუ ქრისტეში, როცა ადამიანი ინათლება და ხდება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. სწორედ აქედან ისევ როგორც ასევე ამბობენ წმინდა მამები, განსაკუთრებულად ამის შესახებ საუბრობს ნეტარი ავგუსტინე, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი კვლავ იბრუნებს იმ სრულყოფილ მდგომარეობას, რომელიც მან დაკარგა ადამის ცოდვის შედეგად. ანუ ხატება და მსგავსება იყო თავიდანვე ადამიანში, მსგავსება იკარგება ძველ ადამიანში და ახალ ადამიანში ეს მსგავსება ბრუნდება. ოღონდ აქ ერთი მომენტია, რომ როცა ადამიანი ინათლება, ეკლესიის წევრი ხდება, მაშინ რა თქმა უნდა ეს სულიწმინდის მადლი მოქმედებს, მაგრამ მან შეიძლება დაკარგოს ეს მადლი, რომელიც არის, ასე ვთქვათ,
ჰიპოსტასური თუ ვიტყვით პავლამას ტერმინებით, ანუ სუბსტანციური, ასე ვთქვათ, ადამიანისთვის არის სხეული და სამშვინველი. სამშვინველი არის მისი ესეთი უმაღლესი ფორმა, ასე ვთქვათ, გონებისა და ნების გამოხატულება სამშვინველით ხდება, მაგრამ მას აი ამ სამშვინველს ამდიდრებს სულიწმინდის მადლი, რომელიც მესამე, ასე ვთქვათ, შემადგენელად უნდა აუცილებლად მივიჩნიოთ ადამიანში. სხვაგვარად ეს სულიწმინდისეული რჩება მიღმა და ადამიანი რჩება მარტოოდენ აი ამ სამშვინველის ანაბარა. ანუ ადამიანს აქვს ეს არჩევანის უფლება, ნების გამოხატულება, აქვს გონება, მაგრამ ეს არც გონება და არც ნება არ არის ღმერთში გამოხატული. ამ ღმერთში გამოხატულებას სწორედ მადმოსილებითა და მირონცხებით იღებს ადამიანი დედა ეკლესიის წიაღში. აი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი დაკარგულია, როგორც გითხარით, ძველ ადამიანში და თანამედროვე მოდერნისტებიც სწორედ იმას ცდილობენ, რომ რაიმენაირად გაიგივონ ეს ორი ტერმინი, სამშემადგენლო ტრიხოტომია და დიხოტომია, თითქოს მათ შორის განსხვავება არ არსებობდეს და სინამდვილეში განსხვავება უაღრესად დიდია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, დიხოტომიაში, ანუ ორშემადგენელიანში გამოდის, რომ სამშვინველი ტვირთულობს იმ სულიერსაც, რომელიც სინამდვილეში სამშვინველს არ გააჩნია თავის თავად, თუ მასში, ესე იგი, ეს სულიწმინდის მადლის, ესე იგი, ნათლისღების მადლით არ იქნა შევსებული. ანუ სრულყოფილი ადამიანის სახე სწორედ სამშემადგენელიანია. სწორედ ეს სულიერი, ეს მადმოსილი და ეს არ არის ჩვენი მოგონილი, არამედ წმინდა მამების სწავლება გახლავთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ როცა ადამიანი აი ამას გაიაზრებს კარგად, რა არის სინამდვილეში სამშემადგენელიანი ადამიანი, მაშინ ყველაფერი თითქოს და თავის ადგილებზე დგება. იმიტომ რომ ნახეთ, როცა ადამიანის აღორძინებაზე მიდის საუბარი, ხო, და ამბობენ, რომ აი ყველა ადამიანი ცხონდება. არის ორიგენისტული ესეთი თეზები, ხო? ამას იმეორებენ დღევანდელი ნეოორიგენისტები, იგივე მოდერნისტები. რას გულისხმობენ ამაში? გულისხმობენ იმას, რომ ადამიანი ის დაცემული ბუნებით, რომელითაც ის ხასიათდება პავლე მოციქულის მიერ, შემდეგ ნეტარმა ავგუსტინემ ამაზე უდიდესი შრომა გაწია და კართაგენის ავტორიტეტულ კრებაზე იქნა დადასტურებული, რომ ადამიანი თავისი ცოდვის მიერი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერანაირად ვერ მოახერხებს ცხონებას თუ არა ქრისტეს განკაცება. აი ეს მომენტი ამოღებულია მოდერნისტული თეზებიდან და კონცეფციებიდან ისეთნაირად, რომ თითქოს ადამიანს თავისი ბუნებიდან გამომდინარე თავის თვითუფლებრივად, ასე ვთქვათ, შეუძლია ცხონება. ეს არის ის სინერგიული კონცეფცია, რომელიც პელაგიანელებმა შემოიტანეს ეკლესიის წიაღში და სამწუხაროდ მისი ესეთი გამოვლინებები ასევე როგორც ორიგენიზმისა, ასევე დღესაც რაღაცნაირად ამოვიდა ზემოთ და რაღაც აქტუალურ პრობლემად იქცა თანამედროვე საღვთისმეტყველო სფეროში. ჩვენ კიდე ჩვენი მხრივ აუცილებლად გავმარტავდით ამას ყველაფერს, იმიტომ რომ კარგად დავინახოთ, რომ ადამიანის ბუნება რეალურად დაცემულია და ძველ ადამიანში მისი ცხონება შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ მან მესამე შემადგენელი დაკარგა და ხოლო სამშემადგენელიანი ის კვლავ ახალ ადამიანში ხდება. ანუ დედა ეკლესიის წიაღში დაბრუნების შედეგად. ამიტომ ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ადამიანს შეუძლია ავტომატურად ცხონება და როდესაც მით უფრო საუბარი მიდის, რომ აი ჯოჯოხეთიდან ამოყვანის შესახებ თუ ვინ ამოიყვანა, ჩვენ აქაც აუცილებლად უნდა განსაზღვროთ შემდეგნაირად, რომ ძველ ადამიანშიც ცხოვრები ადამიანებში მხოლოდ იმაზეა საუბარი, ვინც აი ამ მესამე შემადგენელის, ანუ თვითონ მესიის მოლოდინში იმყოფებოდნენ, ანუ
ქრისტესაგანი მადლის მიღების სისავსეს ელოდებოდნენ, რომელიც მათ რეალურად არ ჰქონდათ ძველ აღთქმაში, ხომ? რატო არ ჰქონდათ? იმიტომ რომ დაკარგეს ეს ყველაფერი და მხოლოდ ქრისტეს განკაცების შედეგად შესაძლებელი გახდა ადამიანის აღორძინება, ანუ სრულფასოვანი სახის მიღება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე ანთროპოლოგიასა და სოტერიოლოგიაში, იმიტომ რომ ცხონება აი ამის გათვალისწინების გარეშე რეალურად ძალიან ბუნდოვანი ხდება თვითონ კონცეფციები და აი ეს ბუნდოვანება კიდე აი ამ ღრიე წყალში თევზის ჭერა ეს უკვე რა თქმა უნდა მოდერნისტების ხელწერა გახლავთ მათ ჭირდებათ ეს ქაოსი ბუნდოვანება ორაზროვნება როცა ადამიანი არასრულფასოვნად არის ჩამოყალიბებული სული სამშვინველი და სხეულით არამედ გაუგებარია ეს სამშვინველი რას წარმოადგენს რეალურად როგორა ათქლეფილი მასში სულიერი სად არის სულიერი და სად არის ფიზიკური და სად არის ადამიანის სუბსტანცია როგორც ქმნილებისა და სად არის ის მადმოსილი რომელიც ადამიანს ემატება, მაგრამ ეს დამატება ამაზე გავამახვილოთ კიდე ყურადღება, რომ დამატებაში სულიწმინდა შებერვას გულისხმობთ, ხო? როცა შებერა სულიწმინდა წერია წმინდა წერილში, როგორც ძველ ისე ახალ აღთქმაში, აქ უკვე ამ დროს ადამიანისთვის ეს მართალია ერთის მხრივ მიღმიურია ტრანსცენდენტური, მაგრამ ამავე დროს ხდება უკვე იმანენტური, ანუ შინაგანი მისი ხდება ეს სულიწმინდისეული, ანუ როგორც ღვთაებრივი, ისე ხდება ამ ენერგიების მიღება, იგივე პალამიზმის ტერმინებით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ადამიანი განხთოობის საშუალება სწორედ აი ამ სულიწმინდის მადლით ეძლევა ადამიანს და არავითარ შემთხვევაში ძველ ადამიანში ამის განხორციელება არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ მას այս მესამე კომპონენტი, როგორც გითხარით, დაკარგა ცოდვის შედეგად და როგორც პავლე მოციქული ამბობს, ადამიანში ყველამ შევცოდეთო. ეს შეცოდება სწორედ იმას გულისხმობს, რომ ამის აღდგენაც, როგორც ასევე პავლე მოციქულს დავეყრდნობით, შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს განკაცების, მისი ჯვარცმის, აღდგომის, ამაღლების და სულიწმინდის მოფენის შემდეგ. მერთმა დაგლოცოს და შეგვიწყალოს და გვაქვს.